გამარჯობათ, პატუცემულო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო. დღეს პარასკევია, 8 ნახევარია და ტრადიციულად მე გოჩა ჯოჯოა გავუძღვები ეთერს სტუდია 8-დან. როგორც ყოველთვის ვამბობთ ხოლმე რაღაცა პირველი ნახევარი მე ჩემს აზრს მოგახსენებ და შემდგომ უკვე შეგვიძლია თქვენს ჩაერთოთ და თქვენი აზრი გამოხატოთ. რა თემაზე მინდოდა საუბარი და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. და ვფიქრობ ასევე, რომ თითოეულ თქვენთაგანს გარკვეულწილად ალბათ უნდა აწუხებდეს კიდევაც. ეს საუბარი ეხება იმ სენს, ანუ იმ ავადმყოფობას, რომელიც ფაქტობრივად დღესდღეობით ძალიან არის მოძალებული. საქმე ეხება იმას, რომ ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი რაღაც გარკვეული პარამეტრებით ალბათ და უმეტეს შემთხვევაში თვითონაც შეიძლება ვერ ახსნას, რატომ ირჩევს ვიღაცა ავტორიტეტს, ან მისთვის ავტორიტეტად წარმოჩინდება ადამიანი, ხშირ შემთხვევაში ეს ხდება ხოლმე, რომ უფრო ხელისუფლებები არიან ასეთი ავტორიტეტები და ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები არიან ხოლმე ავტორიტეტები და შემდგომ ცდილობს, რომ გარკვეულწილად წამხედურობითაც, რომ ის თეზისები, რომელსაც ეს ადამიანები ამბობენ, ის აზრი, რომელსაც ეს ადამიანები ამბობენ, მე მაქსიმალურად სცადონ, რომ დანარჩენებთანაც, ასე ვთქვათ, თავს მოახვიონ და ამას ემატება ისიც, რომ მზად არიან მტკიცებულებით ფორმაში, ისე რომ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე შეუძლიათ, რომ შეურაცხყოფაც მიაყენონ სხვა ადამიანებს. შეუძლიათ, რომ ამ აზრის გამო, ან ამ რაღაცა თუნდაც ნაწყვეტი აზრის გამო, რაღაც გარკვეული ფრაზის, დღეს რომ მესიჯებს რო ეძახიან, ამის გამო მზად არის, რომ ასე ვთქვათ, ოდნავაც არ დაფიქრდეს და იბრძოლოს ისე, რომ არგუმენტებიც კი ვერ მოიყვანოს, სათანადო არგუმენტებიც კი ვერ მოიყვანოს. ეს მარტო ჩვენ არ გვჭირს. ასაკურველია ეს, ასაც ამას ვლაპარაკობ, ეს ზოგად ადამიანური სცენია, ზოგად ადამიანური თვისება და არც მარტო ეხლა გვჭირს. ეს ადამიანებს აქვთ და მოყვებათ ალბათ უძველესი დროიდან და ერთ-ერთი ყველაზე პირველი ყველას ალბათ მით უმეტეს თეთრ ასაში, ამ ტერმინს იმიტომ ხმაურობ, რომ იქ სადაც ქრისტიანობა, იქ სადაც მუსულმანობა და იქ სადაც იუდაიზმია, იქ ფაქტიურად ეს ყველა მიცის და არა მარტო ამ რელიგიის მიმდევრებმა იციან, ეს სამი რელიგია, რომელიც ჩამოთვალე, არამედ მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და ყველა მიცის, იმიტომ რომ ელემენტარულად წელთაღრიცხვას, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, მსოფლიოს სურს თუ არ სურს, კი აქვთ თავიანთი წელთაღრიცხვა, ჩინელებს თავიანთი წელთაღრიცხვა აქვთ, ირანელებს თავიანთი წელთაღრიცხვა აქვს, ხო, ისლამს თავისი წელთაღრიცხვა აქვს. მაგრამ ყველა მიცის, რომ ქრისტიანობა რა არის და ჯვარცმა როგორ მოხდა, ამის შესახებ გარკვეული წარმოდგენა ყველა ადამიანს ზოგადად აქვს. და აქაც სწორედ რას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელი გადაწყვეტილებაც მაშინდელმა იმ ადამიანების, არ ვიცი, იმას ბრბო დავარქვათ, შეკრება დავარქვათ, ხო, გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. პილატეს ალბათ ყველაზე დიდი და პირველი შეცდომა ის იყო, რომ ის როგორც რომაელი მას თავისი აზროვნება ჰქონდა, გარკვეულწილად შეიძლება კეთილშობილური მიზნებიდან გამომდინარეც კი, მან ჩათვალა, რომ თავის თავზე კი არ აიღო მხოლოდ პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, როცა სამსჯავროზე იყო საუბარი ქრისტეზე, ხო, არამედ ჩაერთო ის ხალხი, რომელი ხალხიც ფაქტიურად ოკუპირებული ჰქონდა რომს და ის წარმოადგენდა მაშინ პირველ მსაჯულსაც, პროკურატორსაც, ის წარმოადგენდა მაშინ რომის იმპერიას და გარკვეული პოლიტიკური მიზნებითაც ალბათ ჩათვალა, რომ თუკი ასარჩევად მიცემდა ადამიანებს, შეკრებილ ადამიანებს არჩევის საშუალებას მიცემდა, მაშინ ეს ადამიანებიც თანამონაწილე გახდებოდნენ იმისი, რომ ისინი თვითონ აირჩევდნენ, რასაკვირველია, ორ ადამიანს შორის, ორ მსჯავრდებულ შორის, მართალ ადამიანზე და უწყინარ ადამიანზე, ასე ვთქვათ, გააკეთა ეს დათვლა, რომ არჩევანს გააკეთებდა სწორედ ეს საზოგადოება, ეს ხალხი, სწორედ იეშუაზე, ხო, ქრისტეზე გააკეთებდა ამ არჩევანს, იმიტომ რომ მეორე მხარეს იყო, შეიძლება ითქვას, რომ არაკანონმორჩილი
ბუნტარი, რევოლუციონერი, კანონების უგულებელმყოფელი ადამიანი და ადამიანთა ამ ჯგუფიდან ბარაბა გამორჩეული, რომელიც იყო, ხო? აქ სხვათა შორის ერთ საინტერესო რაღაცაც მინდა გითხრათ, რომ რეალურად მხოლოდ აი ქართულ აზმაშია, რა ქვია, აზროვნებაში ეს, როდესაც აი ჩვეულებრივად საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე ჩვენ საზოგადოებას მით უმეტეს ეს კარგად აქვს, აი ძველ ბიჭებს რასაც ვეძახდით, ხო, ეს ტერმინი ფაქტიურად არ ითარგმნება, ხო, რას ნიშნავს თუ ძველია თან ბიჭი როგორ არის. სინამდვილეში ის სამივე ასე ვთქვათ, ყაჩაღი, ანუ კანონს ვინც არ ემორჩილებოდა. ესენი სწორედ ის ძველი ბიჭები იყვნენ, ანუ ადამიანები, რომლებიც რომის სამართალს არ ემორჩილებოდნენ, რომლებიც არ თვლიდნენ, რომ რომაულმა სამართალმა უნდა განსაჯოს და ისინი ძველ სამართალს, ანუ ის რაც მათ თორათ, ის რაც ძველი რელიგიით მათ მოყვებოდათ, სწორედ იმ სამართლით და იმ საზოგადოებრივი ცხოვრების წესით ფიქრობდნენ, სჯიდნენ, იმ საზოგადოებრივ ცხოვრებას მიიჩნევდნენ, რომ მართალი ის არის და უპირისპირდებოდნენ რომს და ამიტომაც იყვნენ რომისთვის ისინი რასაკვირველია პირველ რიგში მიუღებლები. ეს ვერ დათვალა რასაკვირველია პილატემ და როდესაც გამოიტანა სამსჯავროზე ერთის მხრივ, ხო, ყაჩაღი, როგორც რომაელების თვალში ესე იყო და მეორეს მხრივ უდანაშაულო ადამიანი, ის თვლიდა, რომ ალბათ ადამიანები გადაწყვეტილებას მიიღებენ, ყველა ნორმალური ადამიანი რასაკვირველია უდანაშაულო ადამიანს, რომლისგანაც საფრთხე არაფერი არ მოდის და აქეთ მეორე მხარეს, რომელიც არის არეულობების მომწყობი, რომელიც მუდმივად რაღაც წინააღმდეგობაშია, მკვლელობაზეც კი წამსვლელია, მათ შორის არჩევანს გააკეთებენ და მას ეს პასუხისმგებლობები, რომელიც პოლიტიკური ნიშნითაც, ძალიან ბევრი დათვლითაც, ხო, შეიძლება კიდევ ამ კეთილშობილური მიზნებითაც კი, ის თვლიდა, რომ მოდით მივაღებინებ ამ ხალხს მონაწილეობას. მაგრამ ამის მერე დადგა, ხო, ყველაზე რთული რამ, როდესაც იმ ავტორიტეტებმა, რომლებიც იქ იყვნენ და რომლებმაც ჩათვალეს, რომ არა, მათთვის საშიში სწორედ ქრისტე იყო, აი იქ დგება ყველაზე, არ ვიცი, ამ ჯვარცმის ყველაზე ესეთი მომენტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თუ ქრისტიანი ხარ ადამიანი, ეს შეიძლება ყოველდღიურადაც კი რამდენჯერ ჩვენი მოქმედებებით, ჩვენი შეფასებებით, ჩვენი სიტყვებით, რამდენ ადამიანს ვაცმავ ჯვარს. ხო, აი პილატემ ამ შემთხვევაში მან გახსოვთ თქვენ ხელის დაბანის, ასე ვთქვათ, ის საოცარი აქტი, ხო, რომ ის ამბობს პირდაპირ ეუბნება, რომ უდანაშაულო ადამიანის სისხლი თქვენზე იქნება, მე ხელი დამიბანია. და თითქოს მართლაც რაღაცა აქტს ატარებს, რომ მას ხელი დაიბანა და გავიდა ამ პასუხისმგებლობიდან. არ არის ესე. ხო, ჩვენ ხო ყველამ ვიცით. ხო, ის ვინც ქრისტიანია და სადაც კი ქრისტეს ვახსენებთ, იქ ყოველთვის პილატეს ეს ცოდვა ყოველდღიურად, ყოველ ლოცვაში, ასე ვთქვათ, გააზრებაში იმ მისტერიის, რომელიც მოხდა ჯვარცმისა, ამას ყოველდღიურად ვიცით და ეს უპატიებელი ცოდვა. თითოეულ ადამიანზე ის მარტო პილატეზე არ არის. თითოეული ადამიანზეა სწორედ ვისი ცოდვების გამოსასყიდადაც მოვიდა, მაშინ უფალი ადამიანის სახით და ადამიანის ემოციებით, ადამიანური გრძნობებით, ხო? ეს არის, ასე ვთქვათ, ის არსი ამ ყველაფრისა, რომ ის ადამიანი იყო და ადამიანურად ტკიოდა, ადამიანურად იგებდა, ადამიანური ემოციებით იყო, ხო? ეს არის, ხო, მთელი შეიძლება ითქვას, რომ გაადამიანურება და ადამიანის მიერ გაგება ღვთისა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ აქეთკენ მივდივართ და მივიდით. და ჩვენ ამას რატო ვამბობთ, ეს ყოველდღიურად და საინტერესო ისიც არის სხვათა შორის, რომ ისიც კი იმ ორიდან, მარჯვნივ და მარცხნივ გაგრული ავაზაკიდან ასე ვიხსენიებთ, ხო, ჩვენ და ასეა, რომ ავაზაკები იყვნენ, მაგრამ მე აგიხსენით რა ავაზაკობასთანაც გვაქვს საქმე და რატომ იყო რომისთვის ისინი ავაზაკები. ხო, იქ ჩვენ ხედავთ ერთ რამეს, ორივემ დაინახა სხვათა შორის, რომ უფალია. ოღონდ ერთმა უთხრა, რომ მოდი რა თუ უფლის მართლა უფალი ხარ და უფლის შვილი ხარ და მამა გიყურებს და ყოვლის შემძლეა, შენი თავით სიხსენი და ჩვენს გვიხსენი აქედან. ეს ბუნებრივი ის არის ადამიანობიდან გამომდინარე. ხო, იმ საშინელ ტანჯვაში, ტკივილში, ხო, ჯვარცმული ადამიანისგან, ხო, ის ბუნებრივად ნათქვამია, რომ თავიც გადაირჩინე და მე ჩვენს გადაგვარჩინე. და საინტერესოა სწორედ მეორე ადამიანის, ის ვინც ვისაც უფალი ეუბნება, რომ შენ ჩემთან ერთად შემოხვალ სასუფეველში. ხო, აი მთელი მისტერიაც ხომ ეს არის. ეს ხომ არ არის რაღაცა, აი ამის გააზრება და ეს თუ არ შეიგრძენი, ეს თუ არ გაიაზრე, ამას იმიტომ ამ ყველაფერს გააზრება ჭირდება. ყველაფერს არგუმენტირებულად მისვლა ჭირდება. ყველაფერი მიზეშედეგობრივიდან გამომდინარე უნდა იყოს თუ ქრისტიანი ხარ. და ჩვენ შემთხვევაში ხშირად ხო ნაკლებად
ვაქცევთ ამას ყველაფერს ყურადღებას. ჩვენი რაღაცის გამო, იმიტომ რომ ვიღაცა მოგწონს, ვიღაცა არ მოგწონს, ვიღაცა ვიყვარს, ვიღაცა გვეზიზღება, აი ამ პრინციპებით ვცდილობთ რაღაცეების აღქმას. და ეს არა მარტო კიდევ ამბობ იმ ებრაელ ხალხს, რომელიც ღვთისგან რჩეულ ხალხს მოუვიდა ეს შეცდომა. 400 წლის წინ 399 წელს, ხო? ამას იმიტომ ვამბობ, რომ 400 წელი 399 ადვილი დასამახსოვრებელი იყოს, ასევე კაცობრიობამ დაუშვა უდიდესი შეცდომა. ისევე როგორც ჯვარცმა, ეს არის უდანაშაულო ადამიანის, რომელიც უფალი მოვიდა, იმიტომ რომ ადამიანში განსხეულებული მოვიდა უფალი. გადასარჩენად მოვიდა უფალი. გადასარჩენად, იმიტომ რომ ადამიანებმა ხშირ შემთხვევაში სწორედ მათი ცოდვების გამო, რომ არ იციან რასაც ჭადიან. მაგრამ ეს არ იციან რასაც ჭადიან, ეს არ ამართლებს ხო უმეტეს შემთხვევაში ადამიანს. ეს არ ამართლებს, რომ არ ცოდვა უმეტეს შემთხვევაში არ ცოდნად ცოდვა, იმიტომ რომ უნდა იცოდე ბევრი რამე. იმიტომ რომ ვალდებული ხარ იცოდე ის რაც თუნდაც აეხლა ჩვენ რაც ყველა ქრისტიანმა იცის. და მიუხედავად ამისა ძალიან თავისუფლად შეგვიძლია, ხო? ჩვენ ხომ საჯულები ვართ ყოველთვის. მარტო მოსამართლეები კი არ არიან საჯულები, რომლებიც სასამართლოზე გამოდიან და ვიღაცას განსასჯელს, ასე ვთქვათ, ან სასჯელს, ან განთავისუფლებას და მსჯავრს დებენ. თითოეული ადამიანები ვართ საჯულები ჩვენს მოქმედებაში, ჩვენს ცხოვრებაში, შეფასებაში. ეს შეფასება ხანდახან არის მარტო ორ ადამიანს შორის შეფასება იქნება, ეს თუ იქნება საქვეყნოდ, იქნება ეს თქვა სოციალური ქსელი, თუ იქნება თუნდაც აიხლა ასე ჩვენ ვლაპარაკობ ტელევიზიით. და როდესაც ეს პასუხისმგებლობები მუდმივად უნდა მოგყვებოდეს. ეს არ არის რომ რაღაცა არ ვიცოდი და ამიტომ გამართლება მაქვს რაღაცაზე. ამიტომ ვამბობ რომ არა მარტო ამ ებრაელ ხალხსაც თქვენ წარმოიდგინეთ, აი 399 წელს ასევე უდიდესი შეცდომა აქვს დაშვებული ვის? ბერძენ ხალხს. ხო, ყველაზე ბრძენ ხალხს. ხო, სიტყვა ბერძენი, გინდა თუ არ გინდა ყურში ხვდებათ, ხო? რატომ ჩვენ ვეძახით, ხო, ბერძნებს. ხო, ისინი თავიანთ თავს, ხო, ბერძნებს არ ეძახიან, ისინი თავიანთ თავს ელინებს ეძახიან. ასევე სხვადასხვა სახელებია, ხო? რუსები გრიკ, ვიღაცა გრის და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ბერძენს ვეძახით, ანუ ბრძენთან კავშირში ვეძახით. მათაც უდიდესი შეცდომა აქვს დაშვებული. ხო, ამ შეცდომამ და ამ სასამართლომ იქაც სასამართლო ჩატარდა. როდესაც ასევე უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც მე უკვე პლატონმა და პლატონი გაგებული ალბათ ყველას გვაქვს, ხო? ეს არის ადამიანი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ პლატონის მერე აზროვნების განვითარება ადამიანის შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გარკვეულ დონეზე, გინდათ ჰეგელი, გინდათ კანტი, რა ვიცი, გინდათ ნიჩსე, მე სხვათა შორის არ ვარ მომხრე იმისა, რომ ბევრი ამბობენ, რომ დანარჩენი მხოლოდ კომენტატორები არიანო. ხო, და მეც ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ იმას და ქართველი ადამიანებიც სხვათა შორის მათ შორის არიან, რომლებიც შეიძლება ბევრი თქვენ არც გიყვართ, მაგრამ თუ დაждდებით და მოусმენთ ხოლმე მათ ლექციებს, ხო, ეს არის თქვა იგივე, როცა ბერძნულზე ლაპარაკობენ და იმ ადამიანებზე ლაპარაკობენ, რომლებმაც სოფლიოში შეცვალეს აზროვნება, სოფლიოს დაანახეს და დანარჩენებმა მე უკვე დავით არხანი მოურავს უყვარს ხოლმე, ხო, თქმა, რომ აი პირველ კლასში გადავედით, როდესაც ის რელიგიის ახსნას ცდილობს და მაქსიმალურად თელს ენერგიას დებს იმაში, რომ ჩაწვდეთ იმას ადამიანები თუ მართლაც რა არის რელიგია, ის რასაც ვკითხულობთ რა არის, ის რასაც ქადაგების დროს გველაპარაკებიან, გააზრება შეგვეძლოს, მიზეზშედეგობრიობა შეგვეძლოს, ხო? ზუსტად ასევე თქვათ იგივე თქვენ არ გიყვართ ეს ადამიანები, მაგრამ კიდე გეუბნებით ლევან ბერძენიშვილი მოგწონს, არ მოგწონს, გეზიზღება, არა, ინფორმაცია მიიღეთ. იგივე გუბასანიკიძე, რომელიც თქვათ იგივე ბერძნულ იმაზე გელაპარაკებათ, ისტორიაზე გელაპარაკებათ და საინტერესოა ეს ყველაფერი. ჩემზე უკეთ, ხო, მე რასაც ვამბობ, მათ ყველას თავთავისი, ასე ვთქვათ, ხედვა აქვს. იმისათვის რომ აზროვნება განვავითაროთ ჩვენი. იმისათვის რომ რაღაცაზე, როდესაც ვიღაცა გვეუბნება, ეს კარგია და ეს ცუდია, ხო, საიდან მივიდა ამ კარგამდე და როგორ მივიდა ამ კარგამდე, როგორი არგუმენტებით განსაჯა, როდესაც რაღაცაზე თქვა ცუდია და რა არგუმენტები იყო იმისათვის, რომ თქვა რაღაცა კარგია, ხო? ამას ყველაფერს გააზრება ჭირდება. არ შეიძლება რომ ეს ადამიანები, ამას რატო ვამბობ, რომ ინფორმაციის მიღება უნდა შეგეძლოთ ხანდახან იმათგანაც კი, რომლებიც არ მოგწონთ, ან მათი ფასეულობები არ მოგწონთ, ან მათი ხედვა არ მოგწონთ რაღაცაზე. მე მაგალითად ამას რატო ვამბობ? იმის გამო, რომ ინგლისურ ენოვანი ნაკლებად ვარ
ვარ და ძნელად უფრო კომფორტულად თქვა რუსულ ენაზე უფრო მესმის, ხო? ვიდრე ინგლისურ ენაზე. ხშირ შემთხვევაში ვზივარ ხოლმე და ინფორმაციას გარდა ქართული ტელეარხებისა და ქართული საინფორმაციო საშუალებებისგან რუსულისგან ვიღებ. ოღონდ ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ რუსულ პროპაგანდას რომ ვუსმენ, მე გადავდივარ იმ ჭკუაზე. არა, მე იქ ვეძებ, სად უჭირს, რატომ თქვა ესე, შეფასება რატო იყო ასეთი, რა დამალა იმ სიტყვებში, რომელიც გვაჩვენა, იმ ინფორმაციაში, რომელსაც გვაჩვენებს, რას მალავს და რისი თქმა უნდოდა, ან რისი თქმა არ უნდოდა. ასეთი კრიტიკული აზროვნებით უნდა მივიღოთ ხოლმე ინფორმაცია. და აქედან გამომდინარე გეუბნებით, ნებისმიერ შემთხვევაში ვინც არ უნდა ლაპარაკობდეს. აი მეც რომ თქვენ გესაუბრებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვახ ვიღაცას თქვას, რომ არ მოეწონოს, ან ვიღაცას თქვას მოეწონოს. არა, ინფორმაციას გაძლევთ და ინფორმაციულად ვცდილობ იმას, რომ თქვენს გაყვეთ იმას, მე როგორ მსჯელობ, რატომ მსჯელობ. 30 წელიწადია პოლიტიკაში ვარ და მე არა მაქვს ხოლმე შეფასებებში ჩემ თავს უფლებას არ ვაძლევ, რომ ვიღაცაზე გამოვიდე და რაღაც შეფასება გავაკეთო, თუმცა შეიძლება ინფორმაციაც მეტი მაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ასე ვთქვათ, შედარებებისთვის ძალიან ბევრი მაგალითები მაქვს, თუნდაც იმ ადამიანის მოქმედებების ან მსგავს სიტუაციაში ვინ როგორ იქცეოდა. და ადამიანები თავს უფლებას აძლევენ ხოლმე, რომ ძალიან მარტივად გადაწყვიტონ ყველაფერი. რაღაცაზე თქვან, რომ ორმაგი სტანდარტზე როცა ხშირად ვლაპარაკობთ, ხო? აი ეს ორმაგი სტანდარტის მომენტი, რახან ეს ამბობს მაშინ კარგია და რახან ის ამბობს, მაშინ ცუდია. არა და ერთ და იგივეს ამბობენ. ოღონდ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა შეიძლება სიტყვებით, სხვადასხვა მაგალითებით, მაგრამ ზუსტად ერთი და იგივე კონტექსტია და ამ დროს ერთზე ვიძახით არ ვარგა, მეორეზე ვიძახით ვარგა. ერთზე ვიძახით და დასაჯერებელია, მეორეზე ვიძახით არ არის დასაჯერებელი, ხო? ხშირ შემთხვევაში ამას რატო ვიძახით, იცი რომ აი არიან თქვა ადამიანები, რომლებიც დღეს განსაკუთრებით არის, ხო, ის მომენტი, რომ იმაში, რა ვქო, გზაზე რომ მოვდიოდი უკვე მე რამდენად შემხვდა, ხიდზე არის პლაკატი გამოკრული, ისეთი, რა ვქო, მითქი არა სარეკლამო პლაკატი, არამედ ხელნაწერი ის არის პლაკატი, დიდი პლაკატია, საქართველო აღარავის აღარ დაემონება. ხო, თითქოს გასაგები კონტექსტია. ხო, საქართველო აღარავის აღარ დაემონება. რახან ეს ამდენი ხანია უკვე დაახლოებით 2 კვირა, ჩანს რომ ეს იმისი, რა ქვია, ქართული ოცნების ალბათ გარკვეულწილად ეს მესიჯიც არის. ხო, ვიღაცამ ეს რო დაკიდა, მას ხელი არ მოკიდეს და არ ჩამოხსნეს, თორე საპირისპირო მესიჯები, საპირისპირო პლაკატები თუ კი იქნება, კარგად ეცით, რომ იმათ იმ წუთშივე გაახრობენ, მაგრამ ეს რახან ამდენი ხანია კიდია და მიაჩნიათ, რომ სწორი და კარგი მესიჯია და მართლაც ახლა პირველად რო შეხედავ ადამიანი საქართველო აღარავის აღარ დაემონება. და რას ნიშნავს სინამდვილეში ჩაწვდომა ხო უნდა ამას? აღარავის დაემონება რას ნიშნავს? მონა სტატუსი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სტატუსი, ისევე სტატუსი როგორც თავისუფალი ადამიანისა, ეს შინაგანი განწყობაა შენი. მონა ან ხარ ან არა ხარ. მონა შეიძლება მაშინ თავისუფლებაში მყოფი ადამიანიც მონა იყოს, ისევე როგორც პატიმარი და თავისუფალი ადამიანი, პატიმარი შეიძლება მეტად თავისუფალი იყოს, მას გადაადგილების საშუალება არ ქონდეს და ჩაკეტილი იყოს. მაგრამ გარეთ გადაადგილების საშუალება ქონდეს და ნებისმიერ ადგილზე წასulis და ნებისმიერი ქმედების, მაგრამ სულიერად თავისუფალი არ იყო. ისევეა მონაზე როცა ლაპარაკი. მონის სტატუსი არ განსაზღვრავს შენ შინაგან ბუნებას. იმიტომ რომ მონა ან ხარ, ან არა ხარ. და მონადაც რომ იყო და სტატუსი რომ მონის კონდეს, ხო? მიუხედავად ამისა შეიძლება თავისუფალი ადამიანი იყო და იბრძოდე იმისათვის, რომ შენი თავისუფლება მოიპოვო, დაიბრუნო და ასე შემდეგ, ხო? ეს ჩვეულებრივი რამე, ამას რატო ვამბობ? ეხლა გაჩნდა ეს მომენტი და რატომ? რომ ჩვენ თურმე და ხშირად არის ხოლმე ეს, როგორც მოსკოვს ერთ დროს, რა ქვია, მოსკოვის დირექტივებს ვიღებდით, ეხლა თურმე ბრიუსელი გვაძლევს დირექტივებს. და მთელი ჩვენი თუკი მას ისტორიას გადავხედავთ, ხო, ჩვენი საქართველოს ისტორიას, ისევე როგორც ძალიან ბევრი ქვეყნის ისტორიას, სრულად დამოუკიდებელი და სრული სუვერენიტეტი თითქმის არასდროს არავის არ ქონია. იმიტომ რომ ჩვენი ისტორიაც ეს არის. იშვიათი გამონაკლისების გარდა მუდმივად ვიყავით პროტექტორატში. ანუ ჩვენი მეფე ყავდა, ჩვენი ასე ვთქვათ საზოგადოებრივი წყობა გქონდა, მაგრამ გავლენა გქონდა. ხან ხელდასმით ვიყავით, ხან ხელდასმა არ იყო, ჩვენით ვაკეთებდით, მაგრამ გარკვეულწილად მათი გავლენები იყო. უდიდესი გავლენა გქონდა ყოველთვის ირანს ჩვენზე. ხო, აქამენიდების დროიდან მოყოლებული ირანული გავლენა იყო და იგივე ჩვენი პირველი მეფეების ვიდრე ბაგრატიონები მოვიდოდნენ, დიდი ნაწილი გავლენის სწორედ ირანიდან იყვნენ და ირანის ვებერთელა გავლენა იყო გორგასლიანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუ კი გავხედავთ ამ სიტუაციას,
ეს ესე იყო. იყო გავლენა თურქეთის, ოსმალეთის გავლენა. იყო გავლენა არაბულის, როდესაც არაბებმა ფაქტიურად შეიძლება ითქვას თითქმის ევროპაშიც კი შევიდნენ, ხო, დესანტი გადასხეს და შეიძლება ითქვას, რომ მაგერ ესპანეთის მიმართულებით შესულები იყვნენ კიდევაც და 200 წლიანი ბატონობა იყო ჩვენში, ასე ვთქვათ, საქართველოშიც, ხო? მუდმივად ესე იყო და მუდმივად რაღაც გარკვეულ გავლენებში რასაკვირველია ვიყავით და სრული სუვერენიტეტის მომენტები იშვიათი გამონაკლისები ეს არის მაგალითად ის ბოლო პერიოდი დავით აღმაშენებლის და თამარის ეპოქის, ხო, როდესაც ჩვენ პირიქით, ჩვენი გავლენა ძალიან დიდი იყო დანარჩენებზე. თუმცა ეს გავლენები კიდევ ამბობ, იგივე თქვა ბიზანტიის გავლენა და ბიზანტიის წაქცევა მე ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ გამოიწვია ის, რომ საქართველოს უკვე საპირწონედ მოკავშირეც კი აღარ ყავდა ისეთი და ამას მოყვა შემდგომში შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოებრიობაც კი ფაქტიურად აი სუვერენიტეტის მომენტი ბევრჯერ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. შიდა დაშლილობა გქონია ბევრჯერ. ხო, ასეთი ფორმითაც გადავრჩენილ ვართ ხანდახან. ხო, ზოგი დასავლეთი თქვათ, ერთი იმისი რა ქვია, პროტექტორატი იყო, ერთი იმპერიის, მეორე იმპერიის. იყო შემთხვევაში პირდაპირ იყოფდნენ კიდევაც. ურთულესი პერიოდი გვაქვს რასაკვირველია გავლილი. რაც შეეხება ეხლა როდესაც მიდის ლაპარაკი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის. მე პირდაპირ გეუბნებით, თქვენ გონიათ რა მოსკოვი, ჯერ კიდევ სანამ მოსკოვი, ასე ვთქვათ, საბჭოეთამდე ერთ-ერთი ყველაზე ევროპული იყო და საქართველოშიც ჩვენი გზაც, სწორედ აი განმანათლებლები, როდესაც ვთქვათ ილიას პერიოდი თუ ავიღებთ თერგდალეულების არცო ევროპაზე გასასვლელი რუსეთი იყო და რუსეთი იყო რასაკვირველია ევროპა. და რუსეთის კარზე ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვერც ლაპარაკობდნენ რუსულ ენაზე. იყო გერმანულ ენაზე ლაპარაკობდნენ, იმიტომ რომ გერმანელი რახან ყავდათ პირველი პირი, ხო? იყო პერიოდი, როდესაც ფრანგულად ლაპარაკობდნენ და ნაპოლეონის დროს ფრანგები ეგონათ ხშირ შემთხვევაში ის რუსი ოფიცრები, რომლებსაც გლეხები, აჯანყებულები, როცა იყვნენ და პარტიზანული ბრძოლა მიდიოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ, რუსებიც დაუხოციათ. ოღონდ ეს რუსები ფრანგულად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში და ამიტომ ფრანგებად ჩათვალეს. ტანსაცმელი გინდა არქიტექტურა გინდა, ფერწერა გინდა, მუსიკა გინდა, ეს ყველაფერი მუდმივად ასეთ ერთიან ევროპულ სივრცეში აღიქვებოდა და დღესაც აი ტრამპის მთელი პოლიტიკა სწორედ ეს არის, თუ კი ამას კარგად შევხედავთ, რომ ის რასაც ბაიდენთან განსხვავებით საწინააღმდეგო და მასე გადავიდა, ხო, პოზიციაზე რომ კი ბატონო, გაცალეთ, ის კი არა, არჩევნები დათმო ადამიანმა, ხო, მოგებული არჩევნები, ქვეყანა დაპირისპირებაში არ შეიყვანა და აღიარა რომ წააგო არჩევნები, თუმცა დარწმუნებული იყო რომ არჩევნები იქაც გაყალავდა და მთელ შემთხვევაში გახსოვთ თქვენ ბაიდენსა და იმას შორის როგორი დაპირისპირება იყო, როცა ტრამპი აღებული შენობა თეთრი სახში შესულები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ტრამპის მომხრეები იყვნენ და ფაქტობრივად გამოვიდა და თქვა, ჩვენ რაღაცა გზით ისევ უკან მოbrunდებით და მოbrunდა კიდევაც. აცალა ხო თქვენ თulit ეხლა რომ რუსეთი ეხლა არის იმ მდგომარეობაში რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს შანსი იმისა რომ რუსეთი გავხადოთ ჩვენზე დაქვემდებარებული ყველანაირად ისე რომ სინამდვილეში კი არ დავზიანდეთ და დავზიანდეთ ჩინეთთან ურთიერთობაში იმიტომ რომ ის სრულიად განსხვავებული ცივილიზაცია რუსული ცივილიზაცია თქვენ წარმოიდგინეთ ხო შემთხვევაში არის საბჭოთა პერიოდის დროსაც კი და მერე შემდგომში მით უმეტეს როდესაც საბჭოეთი დაიშალა რუსული ცივილიზაცია ყველაზე ახლოს ადგას, რა ქვია, იმ დასავლურ ცივილიზაციასთან. იმიტომ რომ თავისი აზროვნებით, თავისი მენტალობით, ყველაფრით, კულტურით, სახელმწიფოებრივი წყობითაც ნაკლული დემოკრატია, მაგრამ გარკვეულწილად დემოკრატიის იმიტაცია მაინც აქვს, ხო? და ცდილობენ, რომ დემოკრატიულობა და ხედავთ, რომ იმისი, რა ქვია, პუტინი ერთი პერიოდი მართალია ითვლება რომ რეალური ძალაუფლება ისევ მან შეინარჩუნა, მაგრამ პრეზიდენტობიდანაც კი გადადგა და პრემიერ-მინისტრი გახდა. იმისათვის რომ დემოკრატიული სახე შეინარჩუნებინა. ეს ხო შემთხვევით არ ხდება. ამას რატო ვამბობ? როდესაც მე მაგალითად პირადად ყოველთვის მოწინააღმდეგე ვიყავი დაპირისპირების ნებისმიერ მეზობელთან და მათ შორის რუსეთთანაც და თuliდი რომ აცილება იმ კონფლიქტისა რომელიც მოხდა და ეს კონფლიქტის აცილება იმ დღეს და იმ წუთებში და 2008-ში კი არა იქ შეიძლება მაშინ მართლა ვერ აიცილებდი ეს პროცესია რომელსაც მივედით აქამდე და მისი აცილება შესაძლებელი იყო ანუ წინა პროცესებიდან გამომდინარე იყო შესაძლებელი და ისე უნდა წაგვიყვანო რომ აგვეცილებინა ზუსტად ისევე როგორც ეხლა დღევანდელ სიტუაციაში თითქოს ამ დაპირისპირებაში რომელიც რუსეთსა და დასავლეთ შორის
არის ჩვენ ერთსაც და მეორესაც ვეუბნებით რომ ამას რატო ვამბობ ორივეს ვეუბნებით ხელისუფლება ამბობს ამას რომ თურმე აგენტები რუსული აგენტებიც ხელს უშლიან და საევროპელი აგენტებიც ის რომ საქართველოს არავის დაემონება აღარ ასოდეს თორე დამონებული ყოფილა ის რომ აღარ ასოდეს დაემონება ეს იმიტომ რომ შინაგანი განწყობა ადვილად მუშაობს ეს ქართველებზე და ეს ქართველების დიდი ნაწილიც ასე ფიქრობს ოღონდ კიდევ გეუბნებით არგუმენტებია ძალიან ცოტა და სუსტი იმისა რომ დღევანდელი ხელისუფლება სინამდვილეში იმისათვის რომ ქართული საზოგადოება ქართული ეკონომიკა ქართული დემოგრაფია ეს რომ განვითარდეს ამისთვის არც ერთს არ ემონება და სინამდვილეში რატომ მოვყევი რომ ყოველთვის ვიღაცის პროტექტორატში ვიყავით თავარი ერთი რამე იყო და ეხლაც ეს არის გასაგებია რომ პროტექტორატში ვარ მაგრამ მე ვიქნები თუ არა პირველი პირი მე ვიქნები თუ არა ამ ჩემს პირველ პირობაზე როცაა ლაპარაკი ასევე ჩემი გუნდი ისინი ვინც მე მინდა ესენი იქნებიან თუ არა და მე დავრჩები თუ არა საქართველოს ხელისუფალი ანუ სინამდვილეში ეს დაახლოებით იმას გავს საწყობის გამგეზე საბჭოთა პერიოდში იყო ეს ანეკდოტი საბჭოთა პერიოდში რუსეთში საბჭოთა კავშირში კერძოდ რუსეთში განცხადებაა გამოკრული რომ გვინდა საწყობის გამგე ვაკანსიაა და თუ გთხოვთ მობძანდეთ და გავიაროთ ეს ისა რა ქვია ვისაც სურვილი ექნება მოვიდა ერთი ნუ აჩვენეს ვებერთელა საწყობი ატარეს ეს აი ამ ყველაფრის უფროსი უნდა იყოს შენ და ამან იკითხა ხელფასი რამდენი უნდა იყოს ამ ხელა პასუხისგებლობა ხელფასი ეს არისო არა მაშინ არ მაწყობს წავიდა მეორე მესამე მეოთხე და მოვიდა ებრაელებზე იცით რომ ისეთი მოხერხებული ხალხია და ბიზნესისკენ მიდრეკილება ყველა სიტუაციაში ქონდა და საბჭოთა სიტუაციაშიც ქონდათ ეს მიდრეკილება მოვიდა ებრაელი უთხრა აბა მაჩვენეთ წაიყვანეს ისევე როგორც ყველა დანარჩენი აჩვენეს ეს ყველაფერი ამ მასში საწყობში და უთხრეს აი ეს არის რა ქვია თქვენი ის ტერიტორია და ის საქმე რომელიც თქვენ უნდა ჩაგაბაროთ ამ უთხრა კი ბატონო თანახმაო რა არის ამ საჭირო არაფერი განცხადებაზე ხელი უნდა მოაწერო კი ბატონო მოიტანეთ ვაწერო კი მაგრამ ხელფას არ კითხულობო და ამისთვის კიდევ ამ ხელასაწყობს რომ აბარეთ კიდე ფული უნდა გადამიხადოთო разве за это еще и платят რუსულად ეს ამაზეო კიდე უნდა ფული მომცეთო ამას რატო ვამბობ ანუ იმან ჩათვალა რომ ამ ხელა რაღაცას რომ მაძლევ რას ლაპარაკობ კაცო რა ფული უნდა მომცე ის კი არა ფულს იქით გადაგიხდი ოღონდ ეს ჩამაბარე დაახლოებით ამ ადგავს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებები ოღონდ კი პირველი პირები და საწყობის გამგეები იყვნენ ესენი და თვითონ ყოველთვის მორჩებათ იმდენი რომ მათ ეყოთ ყოველთვის მორჩება იმდენი რომ იმ ფენას რომელიც მას ჭირდება რომ იმ ადამიანებს რომლებსაც იარაღს აძლევს ფორმას აძლევს ხელფასს აძლევს აი მათი სამყოფირო კონდეს ეს ყოველთვის ექნება დანარჩენები არ აინტერესებთ ასე იყო მთელი ამ პერიოდის წლების განმავლობაში გამსახურდა ეს პერიოდს არ გულისხმობ იმიტომ რომ ის ადამიანი მოვიდა იმ იდეით რომ სუვერენიტეტი ჭირდებოდა სახელმწიფოებრივად როგორ უნდა დალაგებულიყო ეს მას არ დასცალდა ქონდა ამის გეგმა არ ქონდა ამის გეგმა როგორ უნდა ყოფილიყო ეს ცალკე თემაა იყო შეცდომები არ იყო შეცდომები რა იყო შეცდომები მე ღირდა თუ არა იმად რაც მოხდა ესეც ცალკე თემაა მაგრამ მის მერე ფაქტიურად ყველა ფიქრობს ერთ რამეს რომ პირველი პირი იყოს და მას და მის წრეს რომ ეყოფა იმდენი ამ საწყობში ყოველთვის იქნება და ამერიკელებს ექნებათ ეს საწყობის გასაღები და ამერიკელების ფლობელობაში იქნება ევროპელების ფლობელობაში იქნება რუსების ფლობელობაში იქნება თუ ჩინელების ფლობელობაში მათთვის დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ის კი არა ამ ბოლო პერიოდის ხელისუფლებას რასაც უყურებ მას საერთოდ ესე მიაჩნია ეს მოდი იმათმა გაარკვიონ ერთმანეთში როცა გაარკვევენ ვინ იქნება საწყობის ხელმძღვანელი და ვინ იქნება საწყობის მფლობელი გაიყოფენ ამას არ გაიყოფენ თავარი ერთი რამეა რომ ჩემი კანდიდატურა დარჩეს ამ საწყობის გამგედ როგორ უნდა მოვახერხო ის რომ რომელიმე ერთმა არ თქვას რომ არა მე ეს კი არ მინდა საწყობის გამგედ მეორე მინდა რომ მორიგდებიან ამ შემთხვევაშიც კი და თუ არ მორიგდებიან ხო მაშინ ვინც გახდება მისი მფლობელი მაშინ იმასთან არის ეს გასარკვევი ეს არის ძირითადი ამოცანა რომელიც დღეს აქვს ხელისუფლებას აქედან გამომდინარე ეს ხელისუფლება იყო ყველაზე ლიბერალი სააკაშვილმა რომ ვერ გაბედა ისეთი ლიბერალური ნაბიჯები გადადგა და
ამ მიმართულებითაც ნახეთ, რამოდენიმეჯერ მოხდა თან ეს. ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური საკითხი იყო. როდესაც სწორედ ამ ხელისუფლებამ რაც სააკაშვილმა ვერ გაბედა, იმიტომ რომ მას შიში ჰქონდა იმისი, რომ ხელისუფლებას დაკარგავდა და ნაკლებად ჰქონდა იმისი, ასე ვთქვათ, სურვილი, რომ ამ ქვეყანაში მართლა დემოკრატია განვითარებულიყო. და მან რა ქვია, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, გახსოვთ თქვენ, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები. თან უბარიერო. ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ ნაბიჯ ვდგავდით, სწავლობდით იმას, რომ თუნდაც 15,000, 20,000 კაცი ვიღაცას ერთს ირჩევს და მისი წარმომადგენელია. ჩვენ ნაბიჯ ვდგავდით იმისი, რომ ადამიანებს, რომლებსაც პარლამენტარობას ვაძლევდით, ადამიანებს, რომლებსაც მერე მთავრობა უნდა დაენიშნათ, ეს ადამიანები ერთმანეთთან მორიგებულიყვნენ. ერთმანეთის სიმპათია, ანტიპათიით კი არ უნდა ეხემძღვანელათ. ვიღაცას ვიღაცა მოწონს, ვიღაცას ვიღაცა არა. არამედ ჩემი ინტერესი ეს ამაქვს, რომ მე ფული ამაში ვიშოვო კი არა. იძულებულები ხდებოდნენ, რომ მათ გარკვეული შეთანხმებების გზით გამოეტანათ რაღაც გარკვეული კონსენსუსით კანონები, რომლებიც მერე ხდებოდა სავალდებულო იმისათვის, მთავრობისათვის. როდესაც ასეთ შემთხვევაში სასამართლო სისტემა რასაკვირველია ვინმესი ვერ გახდებოდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო. დღეს ერთი დაგიერეკავს და გეტყვის ეს გააკეთე და ხვალ მეორე დაგიერეკავს და ეს ორი ერთმანეთში ვერადროს ვერ დგდება. და აქედან გამომდინარე, რასაკვირველია რჩება შენ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო და ადამიანი მიდის იქამდე, რომ ყველაზე სწორის გადაწყვეტილება, რომელსაც მე თვითონ ვღებულობ, როცა ჩემი სინდისის წინაშე ვარ მართალი. ასე შეიქმნა ის დემოკრატიები, რომელსაც დასავლური დემოკრატია ჰქვია და რუსული დემოკრატიაც იმ გზით მიდის და არა მარტო რუსული. ის დემოკრატიები, თქვენ წარმოიდგინეთ, თემ სოფლიოში ყველგან ასე ქვია. თემ სოფლიოში თითქმის ყველგან ქვიათ პრეზიდენტი, ქვიათ რესპუბლიკა, ეს ყველაფერი იქიდან წამოსულია. აი იმ პლატონიდან რითიც დავიწყე, იმ სოკრატედან რითიც დავიწყე, ესე განვითარდა. თუმცა ისიც გითხარით, რომ შეცდომები რასაკვირველია იქაც იყო. შეცდომები, რომლებმაც ფაქტიურად სირცხვილად მოყვება იმ ბრძენ მას რა ქვია ბერძენ ხალხს, რომლებმაც სოფლიოს აჩუქა, აი ერთ საუკუნეში რა ქვია 100 წლეულში დაბადებულია იმდენი მოაზროვნე, რომლებმაც სოფლიოს განვითარებაზე მოახდინა, არ ვიცი, ფაქტობრივად ფუნდამენტალურად შეცვალეს მსოფლიო და არც არაფერი მომატებია, რასაც ისინი აზროვნდნენ, რომ აიღოთ პლატონის აზრო, სოკრატეს, ახლა სოკრატეს არ წერდა, იმიტომ პლატონმა დაწერა ეს ყველაფერი. სოკრატეს ერთი სიტყვა არ აქვს დაწერილი. ისევე როგორც მართლაც ბერძენიშვილსაც გავიმეორებ, პლატონს არ აქვს არც ერთი ნაწარმოები სოკრატეს გარეშე. ხო, თავისი უმეტეს შემთხვევაში ეს არის დიალოგები და ყველგან თავარ პირში სოკრატე ყავს გამოყვანილი, იმიტომ რომ მისთვის ეს იყო რაღაც ჩამოინგრა იმ სასამართლოს როცა შეხედა იმ სასამართლოზე 30 ხმით გაიმარჯვა იმან რა ქვია, რომ სიკვდილით უნდა დაესაჯათ სოკრატე. და ისაც საოცარი ის უნდა წაიკითხოთ ადამიანებმა. უნდა იცოდეთ, ხო, რას ამბობს სოკრატე თავის ბრალდება რას ამბობს. და საინტერესოა სხვათა შორის, ეხლა ამასაც რატო გამახსენდა ვიღაცა იმას ჩაუწერე Facebook-ს და მე მომწერა მაგდენი რო იცოდნენ, ქოცემაო რა მაშინ ქოცი აღარ იქნებოდაო. იმას რო დაარქვა კობახიძემ, ანიტა, ბრალდებელი ანიტა იყო. ოღონდ ანიტა კაცი იყო. პოლიტიკოსი კაცი იყო და სოფისტის სიტყვა წაიკითხა, როდესაც გამოვიდა და მის წინააღმდეგ ბრალდება იმას აკნა და ვიფიქრე, თუ ეს მართლა ესე ერქვა, ჯერ ეგეც არ ვიცი რამდენად მართალია, ეს ალბათ იმიტომ იყო საჭირო ეს ყველაფერი, რომ ეს კონცერტი დაედგათ იმისთვის, რომ ყურში ადამიანებს მოხვედროთ. ხედავ თურმე აგენტი ყოფილა. იქ არავის არ და მეორე კითხვა არ გაუჩნდა, ჯერ პირველი. ყველა ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე. ვინც იცის რა არის აგენტთან მუშაობა. ასე აგენტის გამხელა ნიშნავს იმას, რომ შენთან ხვალ აღარავინ აღარ იმუშავებს. ეს უმარტივესი რამეა. რომ თურმე ასე შეიძლება ერთ დღეს პრემიერ-მინისტრი გამოვიდეს და აგენტზე თქვას, რომ ეს აგენტი იყო და ხელფასი ხდიდაო, ეს ნიშნავს, რომ როგორც ქვეყნის გარეთ თუ ჭირდება ქვეყანას აგენტი, შეიძლება ხვალ აღარ იყოს და დასჭირდეს და გამოვიდეს და ასეთი შემთხვევები ყოფილა, როდესაც პირიქით მოხდა. რუსეთის რა ქვია, იაპონიის ომის დროს ერთ-ერთი იაპონელი, რომელიც გადავიდა რუსების მხარეს და ინფორმაცია მიაწოდა, რომ აგერ იაპონელები ეხლა ამას აპირებენ და მთელმა იმან იცოდა, რა ქვია, იაპონიამ რომ გამყიდველია. მამამისმა ხარაკირით დაამთავრა სიცოცხლე და რუსებმა დაიჯერეს რახან ეს მოხდა და გააკეთეს ისე რომ საიდანაც თითქოს შეტევას აპირებდნენ, რა ქვია, იაპონელები იქითკენ განალაგეს ჯარები და ამითი პირიქით ისარგებლეს და ანუ იქ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ადამიანებმა თავის თავზე აიღეს, მოღალატის სტატუსიც კი აიღეს, აგენტი რომელიც მიეყიდა ეს აიღეს და მოიგო. აქ ჩვენთან
აგენტის სახელი რომ დაერქმიათ, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ ის, რომ აგენტი ყოფილა. და მე მაგას ფულს რო 5000 იმას რას თუ აძლევდი, რა შეაძლევდი, ერთხელ უნდა ვიცოდეთ. ამ ჩემ ფულს რო აძლევდი, ჩემს თქვენს ფულს რო აძლევდა, იმიტომ რომ თავი დაანებეთ იმას, რომ შეიძლება ბიუჯეტში არ შემაქ ადამიანს. სიგარეტი რომ იყიდეთ, 80% ჩათვალეთ, რომ თქვენ ბიუჯეტში უკვე ფული შეიტანეთ. პასუხი არ გინდათ იმაზე მოთხოვოთ, რომ ამ ფულს, ჩემ ფულს რა შეაძლევდი ამ კაცს? რა შრომას აკეთებდა იმისათვის, რომ ამ ფულს აძლევდი და ეს გამართლებული რომ უნდა ყოფილიყო. ეს ხომ ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, კითხვაა იმისი, რომ რა ხდებოდა. აი, ასეთი მიდგომებით, რომ ხელისუფლება დღეს რაღაცას გელაპარაკება და თავის გარდა სხვა არაფერი არ აინტერესებს. და ერთადერთი ალტერნატივას ფიქრობს, რომ რატომ არ ვაძლევ ხმას, იმას რა ქვია, ქართულ ოცნებას და თუ ქართულ ოცნებას ხმა არ მივეცი, ვიღუპები მგონი ისევ ესენი მოდიან. ჯაგერა გაქვთ ახლა საუკეთესო შანსი იმისი, რომ ნაწილი ოპოზიციისა და განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ მე არ მინდა ბოიკოტის რეჟიმში ვარ, მიმაჩნია და თავისი არგუმენტები აქვს, რატომაც არ ღებულობს მონაწილეობას და უმეტესად არიან ნაცმოძრაობა ან ნაცმოძრაობასთან, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის კი დაყოფილი და განსხვავებული, მაგრამ დიდი ნაწილისთვის, ქართული საზოგადოების და განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, რომელიც თავის თავს იმ ლიბერალებისგან განცალკევებით აყენებს, აქ მშვენიერი შანსი. არ გინდათ ქართული ოცნება და ან არ გინდათ რომ დაანახოთ ქართულ ოცნებას, რომ ნაცია არ მომყავს, ნაცია საერთოდ არ ღებულობს მონაწილეობას, მაგრამ შენ რომ იცოდე, რომ მე შენ კი არა მიყვარხარ, ქვეყანა დამიშალე, დამინგრიე, ყოფამიტირე, ხო, როლებში შეხვედი საგამოძიებო კომისიით, ისეთ რაღაცებს ამობენ, გული გაგისკდება კაც, იმიტომ რომ განსაკუთრებით ჩორჩანაზე როცა მიდის ლაპარაკი და სად ცხოვრობთ, რა ქვეყანაში ცხოვრობთ. ამ არგუმენტებს ხომ უნდა უსმენდეთ და უყურებდეთ, რომ თურმე სუსმა მედია საშუალებებით გაიგო, რომ ის, რა ქვია, ჩორჩანას საგუშაგო შენდებოდა. ეს იმიტომ რომ გახარია, აი, არ გინდა რომ გახარია პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შენი ოპონენტი იყოს და გინდა მისი გაშავება და პირველმა თქვა, რომ მე მას დავსჯი. ამის გამო სახელმწიფო ინტერესებსაც კი დაანგრევ. ისევე როგორც აგენტი თურმე ყოფილა ჯერ დამემტკიცე რომ აგენტია. მერე დამემტკიცე რომ ამ ფულს რო აძლევდი ეს ფული სწორად იხარჯებოდა, იმიტომ რომ ეს ფული შედეგს მაძლევდა რაღაცა, სწორედ. შენեք სახელი ანიტა მოგეწორა და იმან ლუბა დაიძახა და ასე უნდა უყუროთ სახელმწიფოში, რა ქვია, თავზე რო გვენგრევა ყველაფერი და რას ნიშნავს? შინაგან საქმეთა მინისტრმა ისე გააგო პოსტი და თან მთელი ის არის ჩართული კაცო ამაში. მისი ეუთოს კომისია მიცის რა ხდება, მან რა ქვია, ოსური მხარე თელს იმას პრეტენზიებს აყენებს და ჩვენ თურმე ეს არაფერი არ ვიცოდით. ანუ იქ ოსები რო გადმოსულიყვნენ, მაინც არ გვეცოდინებოდა არაფერი, არც სუს, არც თავდაცვის სამინისტროს, არც იმას რა ქვია, სასაზღვრო ჯარს. ასეთ დღეში ვიყავით, კაცო. და ასეთი სახელმწიფო გქონდა? და ასეთი სახელმწიფო გვაქვს დღეს და ადამიანებმა შეიძლება თქვას, რომ ოღონდ ნაცია, რა ნაცის მოსვლაზეა ლაპარაკი, დაგვექცა თავზე ყველაფერი. რა რუსის და რა იმისი ევროპელის იმაზე, რა ქვია, საუბარი, თურმე გავლენაში არ მოვექცეთ. ქვეყანა შეხედეთ რა დღეში ვართ. შეხედეთ, თქვენ 700,000 კაცი სოციალურ დახმარებას იღებს, დაქცეულია. 1 მილიონი კაცი ითხოვს ამ სოციალურ დახმარებას, სურვილი აქვს ამისი თავი მიაჩნია, რომ მას დახმარება ჭირდება, იმიტომ რომ უჭირს. უდიდესი ნაწილი თავს, რომელიც ჯერ კიდევ ბიზნესმენად თulis, ბანკის ვალების გამო ქონებები ეყიდება. შეხედეთ რა დღეში ვარ და ასეთ ტიპის ქვეყანაზე მელაპარაკება ვიღაცა, რომ დღეს ჩვენ თურმე რას აღარავის აღარ დავემონებით. და ვისი მონებით ხვდებით? ანუ ქართველი შეიძლება რომ იყოს შენ ემბრძანებელი და მონატყავდე? და უცხოელი არა, კაცო, ქართველმა კი ბატონო მიხმაროს, რაც გინდა გააკეთოს. ასეთ დონეზე დავედით? აქა ვართ მისულები ქართველები? მე ეს მინდა რომ გავიაზროთ ზარია და თუ შეიძლება აბა ჩავთოთ და მოусმინოთ პატივცემულს. დიახ, გისმენთ. გისმენთ. გაითი შეტყობა? ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს. აი ეს არის ხოლმე სწორედ რომ გიწყვიტავს ხო ადამიანს, როდესაც ეს ზარი შემოდის და თან მით უმეტეს თან ვერც ვერთვებით რაღაც ტექნიკური ეთყობა ხარვეზია. რეალურად მე ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა რომ დავფიქრდეთ რა რაღაცებზე მართლა. ვიღაცა ავტორიტეტი ძალიან რომ გიყვართ შეიძლება. ან ძალიანაც არ გიყვართ და უბრალოდ პატივსცემთ რაღაც გარკვეული თვისებების გამო. და ეს ადამიანი რასაც გეუნებათ ყველაფერი დასაჯერებელია. არ ხდება ესე.
თქვენ გიკვირთ ხოლმე დღეს შვილიშვილები მყავს ერთი უფროსი და მეორე პატარა, ერთი 14 წლამდეა და მეორე 6 წლის არის. Რაღაცა თემაზე რო ველაპარაკები, არგუმენტებით თუ არ უთხარი, მარტო ის არ კმარა, რომ ეს ესეა. ის რომ მე ავტორიტეტი უნდა ვიყო შენთვის. ეს გავიგოთ და ვისწავლოთ. და ეს უნდა მივხვდეთ ამას, რომ რაც არ უნდა ავტორიტეტი იყოს, რაც არ უნდა ავიცი იმამზე ყავდეთ აყვანელი, რომ ეს არის ყველაფერი. ხო რო გეუნებათ რაღაცას დაფიქრდით რა. ყველაფერს კრიტიკულად შეხედეთ. კრიტიკულად შეხედეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი განა იმიტომ რომ ცუდი ადამიანია. განა იმიტომ რომ თქვენი მოტყუება უნდა. არა, თვითონ ტყუდება. თვითონ შეიძლება შეცდომით ამბობს ამას. თვითონ მას თავდაჯერებულია რომ ეს ესეა. ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ეგრე. რომ ადამიანი მართლა ფიქრობს, კაცო, გულით, სულით, აზრით, მისი კომპეტენციით ის ფიქრობს, რომ სწორს გადაწყვეტილებას აკეთებს და დანარჩენებისგანაც ითხოვს, რომ გინდა თუ არა უნდა დამემორჩილოთ, მაგრამ მთელი არსი ამაშია კაცობრიობის. და მთელი არსი განვითარებისა ამაშია, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ არ არის ეგრე. არ არის ეგრე და ეწინააღმდეგება. არ არის ეგრე, იმიტომ რომ მას თავისი არგუმენტები აქვს. აგერ გითხარით, კიდოც უმრავლესობა, ხო, ხანდახან არ ნიშნავს იმას, რომ მართალია. არ ნიშნავს, იმიტომ რომ უმრავლესობა თუ მართლაც არ ითვალისწინებს უმცირესობის აზრს და უმრავლესობა არ ცდილობს იმას, რომ უმცირესობა დაითანხმოს, შეითანხმოს, რაღაც კომპრომისზე წავიდეს, იმიტომ რომ მის აზრს თუ არ ითვალისწინებს, იქ არ არის ნორმალური საზოგადოება. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში თანაცხოვრება გვიწევს. რადგან თანაცხოვრება გვიწევს, ჩვენგან განსხვავებული აზრის ადამიანებთან ერთად უნდა ვიცხოვროთ. იმ ადამიანებთან ერთად თუ კი რაღაცა უბედურება მოხდება, სტიქიური უბედურება იქნება ეს პოლიტიკური უბედურება, იქნება ომი, რაც გინდა დაარქვით. ჩვენ გვიწევს ერთად ყოფნა. ყველაზე ძალიან რომ არ გიყვარს, შეიძლება იმ ადამიანთან ერთად აღმოჩნდეთ ნავში, რომელიც ერთად თუ ნიჩბები არ მოусვით, ისე ვერ წახვალთ და ვერ გადარჩებით. და ეს უნდა სულ მუდმივად უნდა გვახსოვდეს და სულ მუდმივად უნდა ვიცოდეთ, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში კი არა. და ადამიანებს ეს კიდევ ამბობ, ამას თითქოს და ყველანი ვიაზრებთ და თითქოს და ყველამ ვიცით. მაგრამ მისი განხორციელება ძალიან ძნელია. იმიტომ რომ ხშირად ამბობენ ადამიანები, რომლებიც იძახენ, აი მე ქრისტიანი ვარ და ამის და გამოდა მე ზიზღებიან ესენი. ბიჭო, როგორ გეზიზღება თუ ქრისტიანი ხარ, ზიზღი საერთოდ როგორ აგაქვს? როგორ შეიძლება ზიზღი კონდეს? ხო, თუ ქრისტიანი ხარ და ქრისტიანობისკენ დგავნაბიჯებს, თუ არა თუ ქრისტიანი გარ ნებისმიერ რელიგიაში ზიზღი, როგორც ესეთი რამე, ეს ყველას დიდი ცოდვაა. როგორ შეიძლება გეზიზღებოდეს რამე? განსაკუთრებით საინტერესოა სხვათა შორის იმაში, რა ქვია, მუხამედსა აქ მათ ამ ჰადისებში არის საინტერესო მომენტები. ისას ეძახიან ქრისტეს, მოწაფეებთან ერთად მოდის ისა და მყდარი ძაღლი დაინახეს. გახსნილია უკვე და იქ მოწაფეებმა ამ გახსნილი გვამის დანახვაზე ძაღლის ასაკვირველი აიმრიზეს, ხო, რომ შეხედეს და ამომთხა შეხედეთ რა თეთრი კბილები აქვსო. ანუ იქაც კი არ შეიძლება უნდა მოძებნო ადამიანები, რომლებიც არ გვიყვარს. მე კიდევ ამბობ, აი ხლა ლაპარაკობდი ქართულ ოცნებაზე, ლაპარაკობდი განა არ მიყვარს ის ადამიანები. და განა ზიზღი მაქვს იმ ადამიანებს, არა შეცდომებია და ამას იმიტომ ვეუბნები. თორემ მე იმას რა ქვია, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მქონდა თქვა მამამისთან კობახიძესი, მაგრამ ის რაც მან გააკეთა, ეს შეცდომაა. არ შეიძლება პრემიერ-მინისტრი იმის გამო, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ამ ადამიანების გული მოიგო, რომლებიც შენი მომხრეები არიან და რომლებიც ამას კპატიობენ, რომ ამ ხელა შეცდომას ჩადიხარ, რომ აგენტს ესე პირდაპირ გამოდიხარ, თუ ეს მართლა აგენტია, თანაც მტკიცებულება უნდა. და მე მეორე მოყვება თქვა მტკიცებულებას. არა, იმ მომენტისთვის გჭირდება და ამიტომ ამბობ ამას. ამიტომ ამბობ და აიძახი, რომ იმის კაია კალასიას ჩერჩეტები, როგორ შეიძლება ესე ლაპარაკი? მიშა რომ ლილი პუტინი რას გაძლევს ეს? ან რო წერდნენ ეს ბავშვები აგინებენ და იმაშვებიან, რა ქვია და რა მოიტანა ამან? როგორ შეიძლება ასე ადამიანი ასეთი ფორმით გამოხატავდეს შენს დამოკიდებულებას? ხო, მით უმეტეს, როდესაც საჯარო სივრცეში ლაპარაკობდა, მით უმეტეს, როდესაც პასუხისგებლობა გაკისრია. ნაკლები პასუხისგებლობა რო ადამიანს და იგინება გავიგე, ნუ არა აქვს ეს პასუხისგებლობა, იმიტომ რომ მისი პასუხისგებლობა გადის თავისი ახლობლებთან ურთიერთობის პასუხისგებლობაზე. მისი ეს ნათქვამი არ გამოიწვევს რაღაც გარკვეულ შედეგებს, ისეც რომელიც შეიძლება ათასობით და 10,000-ობით ადამიანს, ასე ვთქვათ, გადასახდელი გაუხდეს მისი ეს სიტყვები, ხო, მისი ეს ქმედება.
მაგრამ როდესაც ჩემ პასუხისგებელი ადამიანი ხარ, ეს პასუხისგებლობა ძალიან რთული რამეა. მარტო ვალდებულებები მოგყვება იმდენი, როდესაც უფლებები გეძლევა. ეს თუ გააზრებული არა გაქვს, ესე ერთი პერიოდი ქონდა კიდევაც მართლაც ახლა რადგან ჩვენი ახლო წარსულია და ამიტომ აქედან ამოვდივართ, თორე სააკაშვილო ერთი პერიოდი, როდესაც შეხედა რომ უკვე ხელში ძალაუფლება აიღო, ჩათვალა რომ რასაც უნდა იმას იტყვის, რასაც უნდა იმას გააკეთებს და როდესაც პირველად გაიგო და თან მიხვდა რომ ამის გამკეთებელი იყო, ერთი ადგილი ჩამოგკიდებო, მერე მოხდა გაჭაღარავდა კაცი უცბად და მიხვდა რომ თურმე ესე არ არის. ხო, თურმე არსებობს კიდე რაც გინდა იმას ვერ აკეთებ. ამას იმიტომ ვამბობ რომ დღევანდელ სიტუაციაში რაც გინდა დღეს რომ ხელისუფლებაში ხარ ეგრე არ არის. და ვერც იქნება ესე და საშიშროებები გააქვს და საშიშროები ყველა მხრიდანა გააქვს, რა საკვირველია გააქვს. მით უმეტეს მას მერე რაც რამოდენიმე მკვლელობა ისე მოხდა ამ ჩემს იმაში ქვეყანაში აღმოჩნდა ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები არაფერსაც არ აკონტროლებდნენ, რასაც ცვლილებები მოყვა საბოლოო ჯამში, მაგრამ ეშველება კი ამით რამე ხვდებით ალბათ ხო რაზე მაქვს ლაპარაკი. დაცულობა არ არის. და თანაც ორივე ეს დიდი ქვეყანა, გინდაც ამერიკის შეერთებული შტატები და გინდაც რუსეთი, შემჩნეული არიან ისეთ რაღაცეებში, რომლებიც როცა მათ სჭირდებათ, ასეთ რაღაცებს აკეთებენ. და მაშინ ქვეყანა მზად ამისთვის არის თუ არა. მე ამ შემთხვევაში როგორც ადამიანურად, რასაკვირველია თქვენი ბედიც მანაღულებს, იმიტომ რომ ადამიანურად მე არა ვარ მომხრე ძალმომრეობის და ძალმომრეობით რამეს გაკეთების, მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხისგებლობაზე ვლაპარაკობდით. ამ შემთხვევაში თქვენ როგორც პიროვნული თქვენი ბედი კი არა, მე როგორ ქვეყნის ბედიც მადარდებს. შევარდნაძემ თქვა ერთხელ, რომ ისაო ხედავთ უკვე მე რამდენიო მეცხრე ის არისო, ჩემზეო, რა ქვიაო, თავდასხმაო და მართლაც ესე იყო, რამოდენიმე თავდასხმა იყო. ზოგი შეიძლება ეჭვებია იმისი, რომ თლათ თავდასხმა არ იყო და თვითონვე ამას აკეთებდა, ან ვიღაცა ამას აწყობდა, იმიტომ რომ თავისი ავტორიტეტი გეეზარდა, იმიტომ რომ საცა ბერიაზე არის ლაპარაკი, რომ სტალინს უწყობდა, თქვენ წარმოიდგინეთ ახლა დიდი ამბავი შევარდნაძის დროს ვიღაცას ესეთი რაღაცა მოეწყო, თვითონ მასაც დაჭირვებოდა, მაგრამ რეალური საფრთხეებიც იყო მართლა. და ირინა სარიშვილმა უთხრა, მაშინ ერთად ვიყავით იმ პარლამენტში. და შეცვალეთო სისტემაო, ბატონო ედუარდო. თქვენზე ახლა დაკიდებული ყველაფერია. ერთ კაცზეა დაკიდებული მთელი სახელმწიფო, ხვალ რა იქნება, ბედი როგორ განვითარდება, ეს არის ჩამოკიდებული ეს არის სისუსტეო, ხო ქვეყნისო და შეცვალეთო რა სისტემაო. და როგორც კი სისტემა შეეცვლება თქვენ სიკვდილს აზრი დაეკარგება, თქვენ სიკვდილს და თქვენს მოშორებაზე აზრი დაეკარგება, იმიტომ რომ აღარ არის ის სისუსტე. ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი რომც მოკლან, არაფერი არ ემართება და აგერ ვნახეთ კიდევაც. თითქმის 50-50 იყო გაყოფილი ბაიდენსა და ტრამპს შორის. ერთი ნახევარი მეორე ნახევარზე ორივე ერთნაირად ამბობს, რომ ვერ არის დაწყობილი და ჭკუაზე ვერ არის. ორივე ესე ამბობს, ხო ერთმანეთის მიმართ ესეა განწყობა და წარმოიდგინეთ, რომ ეს ნაწილიც იმისი, რა ქვია, მომხრეების ნაწილიც ასევე ფიქრობს თავის დანარჩენ მეორე ნახევარს. მაგრამ ქვეყანა მუშაობს, სისტემა მუშაობს. ანუ რეალურად ადამიანი რომელიც მას გზას ვენაგლებდა წესილა და თუ იმაში დღეში სამჯერ ეცემოდა და ის ცოლის სახელი აღარ ახსოვდა, ქვეყანა მუშაობდა. დღევანდელ სიტუაციაშიც ქვეყანა მუშაობს, ტრამპის გაუჩერა სასამართლო ჩვეულებრივმა იმას რა ქვია მოსამართლემ, ფედერალური შტატის მოსამართლემ გაუჩერა ტრამპს კანონი და უთხრა არ არის ეგრე რა. შენ ეს კანონი გამოეცი, რომელმაც თან არიან, კაცო, იქ მთელი შეტაკებები რაც ხდებოდა და ხშირად რო აჩვენებენ, ნახეთ ამერიკაშიც ურტყავენ. ამერიკაშიც რო ურტყავენ, იქ მე მთელი სისტემა მუშაობს კიდე. და გასაგებია, დაცულობა თუ ვინმეს გონია, ამერიკაში უფრო ნაკლებია ადამიანის უფლებების, რა ქვია, მხრივ, ვიდრე ჩვენთან საქართველოში. ხო, ეს ადამიანი ჯობია ფსიქიატრთან უკვე ეხლავე წავიდეს. ხო, ეს ჩვეულებრივი რამეა. და ეხლა დანარჩენი მომენტს როგორ იმას იზავ, შეარჩევ და გააკეთებ, იმიტომ რომ მე ეხლა ესე მაწყობს. ხო, ეს უკვე არასწორი ფორმაა, უსინდისოდ მოქცევაა სიტუაციაში, ხო? და გააჩერა რა ეს კანონი მან. ხო, იმიტომ რომ ეს პრობლემები იყო. ჩვენთან როგორ არის შეხედეთ ხალხო? შეხედეთ, არ გინდათ რომ ნორმალური ქვეყანა, დაცული ქვეყანა გქონდეთ? დავიქეცით მართლა. 10 წელიწადზე ვლაპარაკობ და 10-იც არ უნდა. დემოგრაფიულად აღარა ვარ საერთოდ. იცვლება სიტუაცია საღამოს მეტროს ადგილს იმაში ჩაჯექით და ნახავთ. მე კიდე გეუბნებით, არაფერი წინააღმდეგობა ის არ ამაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ არიან ჩამოსული. ის ადამიანები გაჭირვებული ადამიანები არიან.
ის ადამიანების თუ შეგვიძლია მართლაც უნდა მოეფერო და რაც შეგიძლია გავიდო რომ უჭირს იხვეწებოდა ერთიო წერდა რომ ბავშვი ფეხბურთის იმაზე იყო ჩამოსულიო და აქედანო წყლის ფულს უგზავნიო აფრიკაშიო ჩემსო წყლის ფულს არ გამაგდო თუ აქედანო ასე რასაკვირველი ადამიანი როცა ის დაახლოებით იმას გავს რა ქვია ნავში რო ხარ ასული და რო ჩაიძირება გემი და ვიღაცა შენს ამოსვლა რო უნდა და ნიჩაბს რო ჩაარტყავ ხო თავში არა ბატონო არ უნდა ამოხვიდე იმიტომ რომ აქ ჩვენ უნდა გადავრჩეთ ადამიანი სად გადის ეს ზღურები ხო მე მესმის იმათი მე აქ ხელისუფლებასთან მაქვს პრეტენზია რომ შემოიყვანე კეთილინებე და მაშინ პასუხისგებლობა აიღე იმ ყველაფერზე რომ ეს ადამიანებიც კარგად თუყვნენ მაგრამ საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა იყოს ეს ქართველების ხარჯზე ხომ არ უნდა იყოს ეს ქართველი აქედან გარბის იმიტომ რომ ლუკმაპური გამოაგზავნოს თავის ოჯახში ასეთ სიტუაციას სადამდე უნდა გავიდეთ და რომელი მასზე მელაპარაკებით ოჯახის სიწმინდეზე მელაპარაკებით ოჯახები ცოლი ვერ მოყავს რა ქვია სახლი არა აქვს და ის არა აქვს საშუალება არ აქვს რომ ცოლშვილი შეინახოს რა სიწმინდეზე ლაპარაკობთ თქვენ რომელ სიწმინდეზეა ლაპარაკი თუ არ გამრავლდა ის გაუკუღმართებული წესი პირველი იმის გამო არის რა ქვია ეკლესიის მხრიდან და ყველა ნორმალური იმიდან რა ქვია შეჩვენებული და იმიტომ გამრავლება არ მოყვება იმას კაცის კაცთან და ქალის ქალთან არ ყვება გამრავლება და არა ბუნებრივია და ჩვენ ისედაც ამრავლდებით და რა მნიშვნელობა აქვს ამ გზით არ გამრავლდებით თუ იმ გზით არ გამრავლდებით რომ საშუალება არ არის ეკონომიკური დაფიქრდით ამაზე ხალხო რა ხელისუფლება უნდა გყავდეს და როგორი უნდა გყავდეს და დაფიქრდით იმაზე რომ დღეს არ ღებულობენ მონაწილეობას აგერ გეუბნებით კაცო მე საერთოდ არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას მაგრამ ელემენტარულია რადგანაც ისინი არ ღებულობენ მონაწილეობას რომლებიც თქვენს დანარჩენებიც ფიქრობთ რომ საშიშები არიან ეხლა ქართულ ოცნებას უნდა დავანახოთ რომ მან უნდა წააგოს ეს არჩევნები უნდა წააგოს და მიხვდეს რომ მხარს იმიტომ კი არ უჭერენ რომ ქართული ოცნება უყვართ და მოსწონთ და ქართული ოცნების მხარდამჭერები იმიტომ არიან რომ კარგი ეკონომიკური კარგი საგანმანათლებლო კარგი თავდაცვის არაფერი არ აქვს სინამდვილეში ხო შიშის გამო იყო და დაანახეთ რა ეს ან ტვინი გაანძრიონ და რაღაცა ნაბიჯები გადადგან ან თუ ვერ გაანძრევენ თვის მე მართლა შესაძლებელია და დავანახებთ რომ მათ გარეშეც ნაცების გარეშეც თურმე შეიძლება ქართული პოლიტიკა წარიმართოს და ნუეძებთ გენიოსებს ჩვეულებრივი კანონმორჩილი ადამიანები აირჩიეთ კანონმორჩილი მხოლოდ მეტი არაფერი არ ჭირდება არ დიდი ტვინი ჭირდება და არაფერი აგერა გაქვთ მაგალითი სისტემა თუ მუშაობს წერა-კითხვა თუ იცის კიდე კარგია თორე ყავს ისეთები რომ წერა-კითხვაც არ იციან ასე რომ და ქვეყანა მუშაობს და მიდის აქედან გამომდინარე ვიფიქროთ ამაზე და შეფასებების გაკეთების დროსაც ხშირად ჩავფიქრდეთ რომ სწორად ვაკეთებთ შეფასებას თუ არა კარგად ბრძანდებოდეთ დიდი მადლობა ყურადღებისთვის